მოგესალმებით ჩემო კარგებო, მე გახლავართ მაკა და დღეს ჩემს კულინარიულ არხზე გემრიელის ცხოვრება გთავაზობთ ერთად მოვამზადოთ შოკოლადის უგემრიელესი კრემი, რომელიც საკმაოდ ბიუჯეტურია და იოლად და სწრაფად მზადდება. ყველა საჭირო ინგრედიენტს, როგორც ყოველთვის, იხილავთ ვიდეოს ქვემოთ აღწერაში. ახლა კი გადავინაცვლოთ სამუშაო მაგიდაზე და ერთად შევუდგეთ საქმეს. კრემის მოსამზადებლად ვიღებ ერთ დიდ ჯამს. ჯამში გავტეხ ერთ საშუალო კვერცხს. წიგ მარილს დავამატებ. დავამატებ ვანილს, ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს პასტა, ესენცია, ცოცხალი ვანილი. მე დღეს ესეთი პაკეტი მაქვს და ამ პაკეტის ნახევარი გამოვიყენე. ჩავასხამ 400 მლ რძეს. დავყრი 10 ან 12 სუფრის kovs შაქარს. გააჩნია რამდენად ტკბილი კრემი გნებავთ. შავყრი 6 სულს. აქვე დავამატებ 1 სუფრის kovs კაკაოს. გავცრი, რომ კურკუშელები არ შეყვეს. ამ მასას დავამატებ 400 მლ წყალს. ქვაბს დავდგამ საშუალო ცეცხლზე, სანამ არ ადუღდება, შესქელდება და პირველი კრატერი არ გაჩნდება. ანუ ჰაერის მილაკებს არ გაიკეთებს. დუღილისას ინტენსიურად უნდა ვურიოთ, რომ ძირში და გვერდებში შესქელებისას არ მიიკრას, არ მიიწვას და გემო არ შეუცვალოს. კრემს დუღილისას ინტენსიურად უნდა ვურიოთ. და სანამ კრემი ადუღდება, მე ვურევ, თქვენ კი აუცილებლად გამოიწერეთ არხი, დააჭერეთ ზარუკას თითი, რომ არ გამოტოვოთ მომდევნო გემრიელი ვიდეოები, მოიწონეთ ვიდეო და რა თქმა უნდა გემრიელი რეცეპტები გაუზიარეთ მეგობრებს. მადლობას მიხდით წინასწარ. როგორც კი კრემის ზედაპირზე გაჩნდა პირველი 2-3 კრატერი, კარგად ამოურია ძირში, გადმოვდგი ქვაბი ცეცხლიდან და დავამატე შოკოლადის ნატეხი. შოკოლადი რაც უფრო ცხელია კრემი, მით უფრო კარგად გადნება, თან უნდა ვურიოთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ შავი მწარე შოკოლადი, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძიანი, როგორიც თქვენ გესიამოვნებათ. ასევე შეგიძლიათ დუღილისას ჩაამატოთ 1 დესერტის kovs-ი არომატული ალკოჰოლური სასმელი. აი ასე ინტენსიური გადარევით შოკოლადის ნატეხი გადნება და კრემს გადავიტან ახალ სხვა სუფთა და მშრალ ჯამზე, რომელშიც გავაციებ და რა თქმა უნდა გავაციებ კონტაქტში დაფარებული ცელოფნის ქვეშ. სანამ ოთახის ტემპერატურამდე მივა ჩვენი კაპკაპა კრემი, გამოვიღოთ მაცივრიდან კარაქი, მოვჭრათ, აი ესე დავაქუცმაცოთ და მივიყვანოთ ისიც კარგ სირბილემდე და ოთახის ტემპერატურამდე.
მოხსნით ცელოფანს. ოთახისვე ტემპერატურის კარაქს გავთქვებ მიქსერით. და ძალიან პატარა პორციებით ნელ-ნელა შევიყვან კრემში. საბოლოოდ ნაპირებს სილიკონის ნიშებით ჩამოვწმენთ. კიდევ ერთხელ გადავთქვებ და კრემი მზად არის. გადავიტან კრემს კონტეინერში და თავდახურულს შევდგამ მაცივარში სტაბილიზაციისთვის. ერთი საათის შემდეგ ვნახოთ როგორი იქნება ჩვენი კრემი. არომატული ლამაზი ფერი, რომელსაც კამერა ნამდვილად ვერ გადმოსცემს ისეც როგორიც არის, იოლად მოსამზადებელი და რაც მთავარია ძალიან გემრიელი. როგორც უკვე ერთხელ გითხარით, ეს კრემი შეიძლება ძალიან ბევრ დესერტში გამოიყენო. მე დღეს უბრალოდ გაყინული ხილი და წვრილად დაჭრილი ნიგოზი კრემთან ერთად შევაერთე, მაცივარში გავყინე და ესეთ ლამაზ პატარა ფიალებში მივიღე ძალიან საინტერესო, გამოცოცხლებელი, სასიამოვნო და საოჯახო დესერტი. აი ესეთი გემრიელი კრემი გამომივიდა მე დღეს და აუცილებლად გამოგივათ თქვენს. მოამზადეთ და მომწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი, შთაბეჭდილება და გამოცდილება. თითეული სიტყვა, რომელსაც თქვენ წერთ, YouTube-ს აგრძნობინებს, რომ თქვენ გაქვთ ჩემი არხისადმი ინტერესი, რაც მე ძალიან გამახარებს. ახლა კი დაგემშვიდობებით, მომავალ გემრიელ შეხვედრამდე, კარგად ბრძანდებოდეთ.